ნაცნობი და უცნობი დეპუტატები უჩვეულო ამპლუაში მანანა მანჯგალაძის წინა საპარლამენტო სიუჟეტში. ძნელი სათქმელია რამდენად ველოდით, მაგრამ ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღე უკვე დანიშნულია. მომავალ კვირას უკვე პოსტრევოლუციური საკანონმდებლო ორგანო შეიკრიბება. იქნება ბევრი ძველი და ცოტაც ახალი სახე. დეპუტატებს წესით გაცილებით ნაკლები დრო ექნებათ იმისთვის, რასაც საპარლამენტო შუალედის ან დროებითი უმუშევრობის დროს საკუთარ პატარ-პატარა სიამოვნებებს უთმობდნენ. Bereshit bara Elohim vet Hashem tochuva bo yom ahad. ეს არის დღე პირველი, როგორ ღმერთმა გაყო მიწა და ცა და დღე პირველი. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე არაბულ, ებრაულ, სომხურ, თურქულ ენებში გაწაფული კოტე გაბაშვილი ბოლო 10 წლის განმავლობაში ძირითადად ევროპულ ენაზე გერმანულად საუბრობდა. მისი დიპლომატიური კარიერა ამ ჩანთით დაიწყო. შემდეგ კოლექციაც გაჩნდა. თუმცა გაცილებით ძვირფასია ის, რაც ამ დიპლომატებში აწყვია. ყოფილ ელჩს და დღეს უკვე დეპუტატს ის ჩანთაც აქვს შეგულებული, რომლითაც პარლამენტის პირველ სხდომაზე წავა. ეს ამით წავედი თბილისთან. ამ ჩანთით. მე ის ხელი ვიყიდე. მე ვიყიდე ეს იმიტომ რომ იყო ვითარებები, როცა ბევრი დოკუმენტები ნატარო. რა გინდა ნომერი გინდა? ახლა შანსი მალავ. ამას ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები მიწყეს ამისა და ნომერი გაჩვენა. მისი დროებითი უმუშევრობის პერიოდი ძირითადად წიგნებს, კუსტბაზე სირბილს და შვილიშვილებთან ყოფნას ეთმობოდა. დაჭი კარგად. დამა? აიტონა, დაიტონა. აიტონა, დაიტონა. გიგებგი. კოტებაბუ საყვარელი გასართობი და თავშესაქცევი პაკიპოკებთან თამაში, როგორც ის შვილიშვილებს ეძახის ალბათ მომავალი კვირიდან უფრო იშვიათი გახდება. მით უფრო რომ გაბაშვილი შესაძლოა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე დაირჩიონ. და ეს მოსალოდნელიც არის. 235 კაციან პარლამენტში მისი გამოცდილების მქონე დიპლომატი პრაქტიკულად არ იქნება. თავმჯდომარის არა და ისე იმ კომიტეტში მუშაობ, ბუნებრივია ყველა ვარიანტში ვიმუშავებ, იმიტომ რომ არავინ არ არის პარლამენტში, ვისაც 10 წლიანი ელჩის გამოცდილება ქონია საქართველოში. 10 წლის ელჩი არავინ არ ყოფილა ჩემს მეტ, ყველაზე ადრე მე დავიწყე და ყველაზე გვიან დავიწყე. პარლამენტი ვერაფერს დააკლებს ლადო პაპავას ყველაზე დიდ სიამოვნებას. უკვე 15 წელია, რაც სპორტის ესახეობა ცხოვრების წესად იქცა. 6 წლიანი მინისტრობის დროს განმუხტა სწორედ კორტებზე ახერხებდა. ყოფილი მთავრობის წევრი ახლა თავად იქნება მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიუჯეტის მთავარი მაკონტროლებელი. თუმცა უარყოფს იმ ვერსიას, რომ პარლამენტში ის ერთ-ერთ დარგობრივ კომიტეტს ჩაიბარებს. იცით რა, მოდით შევხედოთ, ჯერჯერობით არაფერი არ შემოვთავაზები, ამიტომ ამაზე საუბარი ამ ეტაპზე მე სერიოზულად არ მიმაჩნია. ნახოთ საერთოდ რა იქნება. რაღა მანდამაც ეკონომიკის კომიტეტი თავმჯდომარეობის მოადგილეობა დამისვით კითხვა. იმაზეთაც არ ვიტყვი ვარს. რას მაწვრთნებთ რატო? ერთი ეკონომისტი არ უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილე? ლადო პაპავა დღეს საკუთარი მინისტრობის მთავარ ნაკლს აღიარებს და კიდეც ასწორებს. პარლამენტში ის დიდ გუნდთან ერთად შედის, თუმცა მოსწონს უფრო კონკრეტული სახელი, ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრობა. გუნდური პრინციპით თამაში ის კორტებზე პარტნიორებთან ერთად მეცადინეობს. ლადო პაპავა არ არის ერთადერთი, რომელიც გუნდური პრინციპით თამაში სპორტულ მოედანზე ვარჯიშობს. მართალია სახელმწიფო სიიდან ერთბაშად რამდენიმე საფეხბურთო გუნდი გამოვიდოდა, მაგრამ მოედანზე დღეს მხოლოდ 3 წევრი ასპარეზობს. აქედან ერთი პროფესიონალი ფეხბურთელი და 2 ეკონომისტი პროფესიით უკვე პოლიტიკოსია. პირველი სხდომის წინამოთელვას ისინი საარჩევნო კამპანიის შემდეგ იწყებენ. მოედანზე აქტიური რომან გოცირიძე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო ოფისიდან მხოლოდ 25 მეტრის დაშორები და ამავე სახელწოდების კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში გადაინაცვლებს. კი დიდი ხნის ბავშვობიდან 9 ნომერი ვიყავი როგორც მოვაგუცაევი. კი მე ვაპირებ თუ კი ეს ასე გადაწყდა ჩამოაყალიბა ფინანსისტების საფეხბურთო გუნდი. და მეკარის პრობლემა გვაქვს და ეხლა ვაკვირდები, შეიძლება ჯუღელი გამოდგეს. ბესო ჯუღელი მაჟორიტართა გუნდის კაპიტანი გახდება და მის გუნდში ამ პარლამენტის შეძლების დაგვარა ჭრელი ნაკრები ითამაშებს. ყოფილი სამთავრობოები, საინიციატივო ჯგუფისგან წამოსული კანდიდატები და ოპოზიციონერები. პირველი ჩაწოდებაც მისი მხრიდან უკვე გაკეთებულია. მაჟორიტარები თავს სენატორებად მიიჩნევენ. ყველაზე ძლიერი ფრაქცია იქნება პარლამენტში. ყველაზე ძლიერი, იმიტომ რომ პრაქტიკულად თელ საქართველოს მოიცავს. ძალიან გულისხმობა, რომ ვოვა გუცაევი არ არის ჩვენ ფრაქციაში. ყველა ინატრებდა ბატონ ვოვას.
მაგრამ რომან გოცირიძე რო არ არის, კარგი, იმიტომ რომ ფეხბურთის თამაში არ იცის. როგორც რომან გოცირიძე უწოდებს, ამ ეზოს გუნდში ერთი ჩემპიონიც თამაშობს და ეს ფეხბურთისა და პარლამენტის საერთო კონტურებს აქედანვე ხედავს. ამიტომაც მისთვის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა რთული არ იქნება. ადაპტაციას კი თანაგუნდელებთან ერთად გადის. ხო მე მეჩვეული ვარ სტადიონზე გამოსვლებს 80,000 ხალხი ისა შეკრეფილია დაშიც დაუკვიათ ალბათ გულანძღეს კიდევაც ამიტომ ეს ჩემთვის შეიძლება ახალიც იყოს და არც იყოს ფლათ ახალი. ხარ კაი კალბატონი ბრძანდები. დიდი მადლობა. გამარჯობათ. სულ გონი არ მინდა ჩვეულეს. ვაიმე სად დავკარგე ყველი. ადამიანების უფლებების დამცველი ელენე თევდორაძე აშკარად პარლამენტსა და პოლიტიკაში უფრო მობილიზებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. თუმცა ძირითად საქმეს არც ბაზარში წყდება. საპრობილეს მსგავსად ადამიანის უფლებები აქ თუნდაც სასწორთან ურთიერთობების დროსაც ირღვევა. მაგრამ ეს წვრილმანი ხდება, როცა პრობლემა უსამართლობას პატიმარს და სასჯელს ეხება. ალბათ ამიტომაც მას ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პორტფელი ისევ დაუბრუნდება. მე რომ მკითხონ, მე ამისი სურვილი მაქვს, მაგრამ რას გადაწყვეტავს პარლამენტი ნამდვილად დაველოდოთ სესიას. შემოთავაზება იყო? ოფიციალურად არ იყო, მაგრამ გასაუბრება ამაზე ნამდვილად იყო. დღეს საპარლამენტო მუშაობის დაწყების წინ სახლისთვის პროდუქტებს იმარაგებს, თუმცა შევაჭრება არ უყვარს. ამიტომაც მისი ბიუჯეტი უფრო იზოგება, როცა ბაზარში ოჯახის სხვა წევრები დადიან. ყოველთვის უხერხულად უგრძნობ გლეხის წინაშე, იმიტომ რომ ყოველთვის ისიც ჩემი ხელფასი. მე ვიცი მისი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე მე არ ვევაჭრები. ამიტომაც ძალიან უფრო შვილს ვაგზავნი ბაზარში, მას შეუძლია ვაჭრობა და მე ვიცი რომ დღეს რო ჩავაბარებ ანგარის მეტყვის რომ აღარ გაგიშვებს ბაზარში არასდროს. მშობლიურ კედლებს დაუბრუნდება ხათუნა გოგორიშვილიც. პარლამენტის აპარატის ყოფილ უფროს და უკვე დეპუტატს ბევრ ამაზე გადაჩვევა და ბევრზეც მიჩვევა მოუწევს. ცოტა გამიჭირდება ალბათ რომ შევეჩვიო და შევეგუო რომ ყველაფერი ის რაც აქამდე იყო ჩემი პრობლემა, რომ ეხა ჩემი პრობლემა აღარ იქნება. შუა სხდომის დროს მიკროფონი გამოირთვება. აღარ იქნება ჩემი პრობლემა, როდესაც ხმის მიცემის სისტემა აურევს და ძაბვის ვარდნის გამო რაღაც დაემართება და თქვა ინფორმაცია წაიშლება. მორიგ დისლოკაციის ადგილს ველოდება მისი ბოლო 11 წლის ყველაზე დიდი გატაცება 400-მდე მინის ფიგურა. სახლიდან პარლამენტში, პარლამენტიდან ვაშლი ჯვარში და შემდეგ ისევ პარლამენტის კედლებს დაბრუნებული ბარამიძის ნაჩუქარი მამალი. სტრასბურგში საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების დღე შეძენილი წერო და პარლამენტის თავმჯდომარის საჩუქარი ზარდახშა, იქ სავარაუდოდ 4 წლით და სავარაუდოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში დაიდებს ბინას. ზურაბ ჟვანიას საჩუქარი. ჟვანიას საჩუქარი. სათამაშო არა მაქვს. ამჯერად. სათამაშოებს არ ჩუქს. სათამაშოც ჟვანიას და ჩემი და ჟვანიას ურთიერთობას სათამაშო. ის დონეზე არ დადი. მედიის ცნობის მოყვარეობის ობიექტის ნინო კალანდაძის პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯებია პარლამენტის შენობაში, თუმცა მის დამინტერესს გარკვეულ მონაცემებს უკავშირებენ. 1.70 მ ყოფილი ფოტომოდელი და საქალბატონი, რის გამოც თითქმის დაზეპირებული ქართული პოლიტელიტის რენომეს შემდეგ ნინო კალანდაძე საზოგადოებრივი აღმოჩენა გახდა. თუნდაც მისი და პრეზიდენტის გაცნობის ისტორია, რომელიც მაშინ არც პირველი პირი იყო და მისი ვინაობაც ნინომ წლების შემდეგ გაიგო. ვიღაცა ღვთისმიერი ადამიანი მოინახა აეროპორტში, რომელმაც თქვა, რომ ორი ახალგაზრდა ბიჭი მყავს, აქედან ვიპიდან გამყავს, თითო დიპლომატი უჭირავთ ხელშიო. და მოდიო იმათო ვთხოვო, არ დაგზარდებიანო და ისინი გადაინაწილებენ ამ პარკსო და არანაირი პრობლემა არ იქნება. და ეს ორი ადამიანი აღმოჩნდა ზუსტად ბატონი მიხეილი და გია ბარამიძე და არ მითხრეს უარი, არაფერზე არ დამზადნენ, ბოლომდე სანამ ბოლო ჩანთა არ გამოვიდა და მიცადეს, ისიც კი შემთავაზეს, რომ ჩვენ ჩაგიყვანთ მანჰაიმში და დაგაბინავებთ, იმიტომ რომ ალბათ ამდენი ბარგით რო დამენახეს იფიქრეს საცადავი ბავშვი სად მიდის ასე უპატრონად. მაგრამ ცნობის მოყვარეობის მიღმარჩება მის საქაღალდეში შენახული საკმაოდ სოლიდური გერმანული უნივერსიტეტისა და ქართული უნივერსიტეტის იურისტის ორი დიპლომი. ის რომ ნინო აქამდე ცნობილ გერმანულ სამთავრობო ორგანიზაციაში საკმაოდ მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი და ზოგად ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორია, რასაც უკვე დეპუტატის მანდატიც ემატება. ნინო ოჯახური დინასტიის ტრადიციას არღვევს და ხუთი თაობის ექიმებში პირველი იურისტი და პირველი პარლამენტარი ხდება.
ეს უკვე ჩვენი ჟურნალისტების სამუშაო ადგილია პარლამენტში, ეგრეთ წოდებული გალიორკა, სადაც დიდი საპარლამენტო შესვენების შემდეგ ჩვენს ბრუნდებით სამუშაოდ მართალია ცოტა შეცვლილი, განახლებული და ოდნავ შეთხელებული შემადგენლობით, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ყველა 235-ვე დეპუტატად თანაბრად ვიმუშაოთ, განურჩევლად იმისა, რა პროფესია ჰქონდათ მათ ადრე. იყვნენ ისინი ყოფილი ელჩები, ყოფილი ფოტომოდელები, ექიმები, სამართალდამცველები თუ იურისტები. მაგრამ ერთზე გვწყდება გული არჩევნებიდან არჩევნებამდე მცირე დროის გამო ჩვენ ვერ მოვახერხეთ დეპუტატთა შორის ერთი მარკ შეიდერი მაინც გვეპოვა. არა და ამბობენ მარკ შეიდერი და თანაც პარლამენტში აუცილებელია.